ვატიკანი პატარა სახელმწიფოა, რომლის სქელი კედლებით გამოყოფილია დანარჩენი სამყაროსაგან. კედლები, რომლებიც მხოლოდ ქვისგან არაა ნაგები. მათ უკან საუკუნეების მანძილზე იდგამს ფესვებს დუმილი. დუმილი, რომლის უფრო მძიმეა, ვიდრე ნებისმიერი აღსარება. აქ სადაც ადამიანებს სჯერათ, რომ მიწა და ზეცა ერთმანეთს ერწყმის, რეალურად დამალულია ასობით ისტორია, რომლებიც არასდროს იქნა გამოტანილი სააშკარაოზე. და თუ მოყოლილია, მაშინ ჩურჩულით, ან უკანასკნელად. აქაურობა მხოლოდ რწმენის ცენტრი არ არის. ეს არის ძალაუფლების უმაღლესი პიკი, ოღონდ არა ხმაურით, არამედ სიჩუმით შენიღბული. ერთ სიტყვას აქ შეუძლია შეცვალოს ეპოქა. ერთი გადაწყვეტილება საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანები წაიშალოს ისტორიიდან. ისე თითქოს არც არსებობდა, რადგან აქ სინათლეს ჩრდილი ახლავს. და ეს ჩრდილი იმდენად ღრმაა, რომ შიგნით უჩინარდება სიმართლეც, ადამიანიც და თვითღმერთის სახელით ჩადენილი საქმეები. ვატიკანის ბნელი მხარე არ არის მხოლოდ შემთხვევითი ეპიზოდების ჯამი. ის არის სისტემა, ოსტატურად ნაგები სისტემა, სადაც ყოველი ნაბიჯი მოფიქრებულია, ყოველი დოკუმენტი ან გადამალულია, ან დაწერილია მხოლოდ იმ მიზნით, რომ სხვებმა ვერასდროს წაიკითხონ. ეს არის ადგილი, სადაც სიტყვა საიდუმლოება ნიშნავს არა უბრალოდ დაფარულს, არამედ მიზანმიმართულად მივიწყებულს, არა დაკარგულს, არამედ დამარხულს. წარმოიდგინეთ უზარმაზარი კარიბჭე, რომლის მიღმაც ინახება წერილები ინკვიზიციის წამებებზე, ჩანაწერები ერეტიკოსების გამოძიებებზე, ცნობები ადამიანებზე, რომლებიც გაუჩინარდნენ მას შემდეგ, რაც რაღაც იცოდნენ. აქ ყოველი ამბავი თითქოს პატარა დეტალია ამ კარიბჭეში, მაგრამ საკმარისად ფართო იმისთვის, რომ შიგნით ჩახედვისას ადამიანი მიხვდეს, ყველაფერი რაც მინდა გვეგონა შეიძლება მხოლოდ საფარი იყოს. ეს ისტორია არც უღმერთოებას ემსახურება და არც წმენის უარყოფას. ეს არის ჩახედვა იმ მხარეს, რომელიც ყველა რელიგიაში არსებობს, მაგრამ ვატიკანში ყველაზე ჩუმად, რადგან სწორედ აქ იციან ყველაზე კარგად, რომ როდესაც ადამიანი იჯერებს, იმედგაცრუება ხმაურს არ ქმნის. ის ჩუმია, ზუსტად ისე, როგორც ეს კედლები. აქ იწყება ჩვენი თხრობა ვატიკანის ბნელ მხარეზე, ადგილზე, რომელიც იშვიათად მოხვდება კამერების წინ, მხარეზე, სადაც ღმერთის სახელით შეიძლება ყველაფერი გამართლდეს და ამ ყველაფერს აქვს თავისი ფასი, ჩვენი უცოდინარობა. ვატიკანის საიდუმლო არქივების გვერდებზე არის ისეთი ისტორია, რომელიც მხოლოდ კედლის შიგნით ინახება. კედლები, რომლებზეც დროის კვალი არც ჩანს, მაგრამ მათ უკან დამარხულია ისეთი საიდუმლოებები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდნენ ძალაუფლების სიმბოლოებს. არქივებში არსებობს დოკუმენტები, რომლებიც არ განიხილებოდა ოფიციალურად და რომელთა გამოქვეყნებაც მხოლოდ განსაკუთრებულ სიაში მოხვედრილებს შეეძლოთ. იმ შემთხვევაში, თუ ვინმე არ შეესწრო ამ საიდუმლოების გაშუქებას, იგი ცხადია იმ ისტორიებიდან ამოგლეჯილი იყო. ერთ-ერთი იყო გალილეო გალილეი, ადამიანი, რომლის შრომებით საფუძვლად დაედო თანამედროვე ასტრონომიას. 1623 წელს გალილეო ვატიკანმა ჯერ დაიწუნა, შემდეგ კი აიძულა ეღიარებინა, რომ მის მიერ აღმოჩენილი მზის გარშემო ბრუნის თეორია ეწინააღმდეგებოდა ეკლესიის რწმენას. თავად გალილეოს სასამართლო პროცესი, სადაც ვატიკანის წმინდა უწყებები უპირისპირდებოდნენ მის მეცნიერულ შედეგებს, დასრულდა ისე, რომ იგი დააპატიმრეს და მთელი სიცოცხლე შინაპატიმრობაში გაატარა. ეს ყველაფერი უმნიშვნელო ჩანაწერების სახით ინახება ვატიკანის არქივებში. მაგრამ ბევრი მკვლევარი, რომელმაც ბოლოს იქ შესვლის უფლება მიიღო, საუბრობდა იმაზე, რომ არსებობდა დეტალები, რომლებიც ფაქტობრივად ხატყობს ეკლესიის დაუმორჩილებლობების მიმართ. ასე დასრულდა ერთი ადამიანი, რომელსაც სამყარო ახსნა სხვა თვალით, მაგრამ რომელზეც მომდევნო საუკუნეებში ვატიკანში სიჩუმე აშკარად იყო დაწესებული. თუმცა ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ხელმომწერი ეკლესიის წინააღმდეგ წარსულში გაბედულ ამბოხებებს იხსენებდა. რა თქმა უნდა, არ შეიძლება არ ვახსენოთ ჯორდანო ბრუნო, ადამიანი, რომლის აზრები ეკლესიამ უკიდურესად ექსტრემალურად მიიჩნია. 1600 წელს იგი გამოაცხადეს ერეტიკად და საჯაროდ დაწვეს. ამ საკამათო სიკვდილზე ბევრი რამ ინახება ვატიკანის საიდუმლო არქივებში. მისი სიკვდილის ისტორია კი გრძელდება არა მხოლოდ იმ ეპოქამდე, არამედ დღემდე. არაერთი წერილი და დოკუმენტი, რომელიც ეხებოდა ბრუნოს მსხვერპლს, აღმოჩნდა ხელშეუხებელი. ბევრი დღემდე მიიჩნევს, რომ ამ ფაქტის უკან არსებობდა დიდი შეთქმულების ქსელი, რომელიც მას ამ ტრაგედიამდე მიიყვანდა. ამ ყველაფერთან არსებობს Index Librorum Prohibitorum,
აკრძალული წიგნების სია, რომელიც 1559 წლიდან 1966 წლამდე არსებობდა. ამ სიაში ასობით წიგნი იყო ჩამოთვლილი, მათ შორის მეცნიერული და ფილოსოფიური შინაარსის ნამუშევრები. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ სიის დახმარებით ვატიკანი ცდილობდა შეენარჩუნებინა თავისი მოძღვრების მთლიანობა და მმართველობის ფორმები. ამ ყველაფრის შემხვიდვარე მარტივი კითხვა ჩნდება, რატომ ინახება ყველა ეს დოკუმენტი აქ, რატომ ხდება ეს ყველაფერი გაჩუმებული, როცა თვითონ ეკლესია უმტკიცებს, რომ ყველაფერი წმინდაა. ეს კი ასე შეიძლება ახსნათ, როდესაც სიმართლე ვეღარ ეტევა თავის საზღვრებში, მაშინ ის იცვლება ისტორიის სახე და იქმნება ახალი ტრადიცია. ვატიკანის ბნელი კედლები კიდევ ერთი დიდი ისტორიის მომსწრეა, ინდულიგენციებით ვაჭრობის, ცოდვის პატიება ფასიანი ბეჭედით. იყო დრო, როდესაც ადამიანის ცოდვა ღმერთთან ლოცვით არ განიწმინდებოდა. მათ უნდა ეშოვნათ ფული და უნდა მიემართათ შუამავლისთვის, ვატიკანისთვის. სწორედ აქ ჩნდება ინდულიგენცია, სქელი, მორთული ქაღალდი, რომელიც თითქოს და პატიობდა ცოდვას, თითქოს და ხსნიდა ჯუჯუხეთისგან, თითქოს ბეჭედს ადებდა სეცას. მაგრამ სინამდვილეში ეს იყო ბაზარი, სადაც სულის ცხონება და სინანული ჩანაცვლა მონეტით. ძალადობდი, იყიდე ინდულიგენცია, მოიპარე შეიტანის შემოწირულობა, გათელე სიცოცხლე, მიუახლოვდი ვატიკანის სალაროს. ყველაზე მდიდარი ცოდვილები ყველაზე სწრაფად მიდიოდნენ სამოთხისაკენ. მე-15 საუკუნეში ინდულიგენციების გაყიდვა ღია დაფიშირდებოდა ქუჩებში. ქადაგებლები ამბობდნენ, იმ წუთას, როდესაც მონეტა დაეცემა ყულობაში, სული ამოვარდება ცეცხლიდან. დედები ყიდიდნენ სახლის ნივთებს, მამები მიწებს, ბერები სინდის, მაგრამ ცოდვა არ მცირდებოდა. იზრდებოდა მხოლოდ ოქროს ჭურჭელი, რომელშიც ვატიკანი აგროვებდა იმ ფულს, რომლითაც ააგეს წმინდა პეტრეს ბაზილიკა. სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რამაც მთელი დასავლეთი შეარყია. მარტინ ლუთერი, გერმანელი ბერი, შოკში ჩავარდნილი ამ ვაჭრობისგან, ღამით ანთებული სანთლით მივიდა ვინტენბერგის სასწაულმოქმედი ეკლესიის კარიბჭეზე და მიაჭედა თავისი 95 თეზისი. ის არ ამბობდა, რომ წმენა ცუდია, ის ამბობდა, ეს წმენა გაყიდულია. და მაშინ დაიწყო განხეთქილება. მაგრამ ვატიკანი არ შეურყევია ფურცლებს. ის მხოლოდ მაშინ დასუსტდა, როცა ფული შემოაკლდა. ინდულიგენცია იყო მომენტი, როდესაც სიწმინდე გადაიქცა ქვითარში. და ვინც არ იხდიდა, ის რჩებოდა წუწუნა ცოდვილად, რომელსაც არც ამოთხელოდა და არც მღვდლის კურთხევა. ვატიკანის იერარქია თითქოს ყოველ შემძლერ წმენას ატარებს. ტახტზე ზის ადამიანი, რომელსაც მიწიერი ძალაუფლების გარდა ეკლესიას ცას უკავშირებს. მაგრამ როდესაც რწმენის ნიღაბს ხსნით და კარს ვაღებთ დახურულ დარბაზში, ის იქ არ ხვდება წმინდანები, იქ ხშირად ხვდება ადამიანები, რომლებმაც ძალაუფლებას გადააჭარბეს. ან ისეთები, ვინც ისტორიის ჩანაწერებიდან წაშლას იმსახურებდნენ, მაგრამ ვერ წაიშალნენ. ასეთი იყო პაპი სერგიუს მესამე. მისი სახელი შეიძლება არც გაისმოს ეკლესიის ოფიციალურ ისტორიაში, მაგრამ ის იყო ადამიანი, რომელმაც წმინდა ტახტზე ასვლის შემდეგ საკუთარი საყვარელი ქალი, თეოდორა, ვატიკანის გავლენის ინსტრუმენტად აქცია. სწორედ ამ რომანის შედეგად გაჩნდა ბავშვი, რომელსაც მოგვიანებით იგივე ტახტი ერგო, პაპი იოანე მე-11. და ეს მხოლოდ დასაწყისია პორნოკრატიად წოდებული ეპოქისა. დრო, როცა ქალები მართავდნენ პაპებს ვატიკანის შიგნიდან, სექსუალური კავშირების, შანტაჟის და გავლენის მეშვეობით. მაგრამ ყველაფერი შოკის მომგვრელი მაშინ ხდება, როცა ჩავდივართ ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ისტორიაში, რომელიც დღემდე არ არის ოფიციალურად უარყოფილი და არც დადასტურებული. ქალი პაპის, პაპა იოანეს ამბავი. მე-12 საუკუნის მატიანეებში ჩნდება მოთხრობა უსნაურ მოვლენაზე, რომის ქუჩებში მომლოცველობისას პაპს იოანეს გაუჭირდა, დაეცა და იმ წამით იმშობიარა. ხალხი გაუცდა, პაპი არ იყო მამაკაცი, ის იყო ქალი, რომელიც წლების განმავლობაში ატარებდა საეკლესიო სამოსს. მისი სახელი ისტორიაში პაპა იოანესა გახდა. ამბობდნენ, რომ ის წარმოშობით ინგლისელი იყო და რომ საეკლესიო განათლება თავის საყვარელ ბერთან ერთად მიიღო. ისინი, როგორც კი გაცდნენ ცოდნის საზღვრებს, დაიწყეს იდენტობის თამაში. თავიდან განათლებული ბერი, შემდეგ მღვდელი, კარდინალი და ბოლოს პაპი. მისი სიკვდილი ხალხის მიერ ჩაქოლოს მოჰყვა. მოგვიანებით კი სრულად მიეცა დავიწყებას. ვატიკანი დღესაც უარყოფს მის არსებობას, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში პაპთა კორონაციის ცერემონიალში
არსებობდა უცნაური რიტუალი. ახალ პაპს აჯენდნენ სპეციალურ სკამზე, რომელსაც ჰქონდა ხვრელი შუაში და ერთ-ერთ ახალგაზრდა დიაკონს ევალებოდა შეემოწმებინა, იყო თუ არა ის მამაკაცი. შემოწმების შემდეგ დიაკვანი ხმამაღლა აცხადებდა: "Habe duos testiculos et bene pandetas." მას აქვს 2 სათესლი ჯირკვალი და სწორად ჰყიდია. რატომ ჩატარდებოდა ეს პროცედურა, თუ არა რაღაც გარდაუვალი შიშის გამო. მაგრამ თუ პაპა იოანა მითი იყო, რატომ იყო მისი ფიგურა შუა საუკუნეებში ცნობილი მთელს ევროპაში? რატომ იყო მისი ქანდაკება რომის ქუჩებში საუკუნეების განმავლობაში და რატომ გაქრა ის ქანდაკება უცბად 1600-იან წლებში? თუმცა ეს მხოლოდ პაპის ნიღმის ერთი მხარეა. ყველაზე შემზარავი, აუხსნელი და ამავდროულად დადასტურებული ფაქტი არის პაპი ფორმოზოს ამოთხრის ისტორია. 897 წელს, რამდენიმე თვის გარდაცვალების შემდეგ, პაპი ფორმოზუსი გამოთხარეს საფლავიდან, დასვეს ტახტზე, ჩააცვეს საეკლესიო სამოსი და სასამართლოზე დასვეს, როგორც ხედარი. ამ სასამართლოს ეწოდებოდა სინოდოს ჰორენადა, საშინელი სინოდი. პაპი სტეფანე მე-6, მისი მტერი და მემკვიდრე, მოითხოვდა მტრის პასუხებს. ფორმოზუსი დადანაშაულდა იმაში, რომ არასაკმარისად წმინდა დაიღო ტახტი. ცხედარს ჩამოერთვა ტიტულები, ჩამოაჭრეს 3 თითი, რომლითაც კურთხევას აძლევდა ხალხს და წყალში გადაყარეს. ეს არ იყო მხოლოდ სიმბოლური ძალადობა, ეს იყო შეტევა გარდაცვლილზე, რომლის დღესაც გვახსენებს, რომ ვატიკანის შიგნით თუნდაც სიკვდილი ვერ აჩერებდა ანგარიშწორებას. ასეთი იყო კათოლიკური ეკლესიის მართვის მოდელი ზოგ ეპოქაში. თუ ტახტზე მжდომი არ შეესაბამებოდა მათ არჩეულ ნარატივს, ის ან წაიშლებოდა, ან ამოითხრებოდა. მე-15 საუკუნის მიწურულს, როდესაც ევროპა ინკვიზიციის ცეცხლში იწვოდა, ვატიკანის ტახტზე ავიდა ადამიანი, რომელმაც საკუთარი გვარიც კი შეარცხუნა. ის იყო როდრიგო ბორჯია, ცნობილი როგორც პაპი ალექსანდრე მე-6. იგი იყო არამხოლოდ მამა მრავალშვილიანი ოჯახისა, არამედ ერთ-ერთი ყველაზე გახსნილად კორუმპირებული ფიგურა ეკლესიის ისტორიაში. პაპი, რომელსაც ჰყავდა საყვარელი ქალი, ვანოცა კატანეი და 4 შვილი, რომელთაგან ყველაზე ცნობილი იყო ჩეზარე ბორჯია და ლუკრეცია ბორჯია. ლუკრეცია ვატიკანის სასახლეში გაზრდილი, ისტორიამ ტოქსიკური სილამაზისა და ინცესტის სიმბოლოდ აქცია. მრავალი მტკიცებულება მიუთითებს, რომ თავად პაპი ალექსანდრე მე-6, ანუ მამამისი, იყო მისი ერთ-ერთი საყვარელი. შემდეგ ლუკრეცია ერთდროულად მამისა და ძმის საყვარელი გახდა. ჩეზარე ბორჯია, პაპის ვაჟი, გახდა კარდინალი, შემდეგ კი მკვლელი. ის ლიკვიდაციას უწყობდა ყველას, ვინც ბორჯიების გავლენას ეწინააღმდეგებოდა. ღვთლებს, წარჩინებულებს და ზოგჯერ ოჯახის წევრებსაც კი. საუკუნეების განმავლობაში ითქმოდა, რომ ვატიკანში იმართებოდა წვეულებები, სადაც სამოციქულო პალატა სავსე იყო მეძავებით, ღვინით, ოქროთი და სისხლით. ერთ-ერთი ყველაზე შოკის მომგვრელი შემთხვევა ცნობილია როგორც ჩასნოდ ბანკეტ, გამორჩეულების საღამო, რომელიც პაპის ორგანიზებული იყო და სადაც ასობით მეძავი მონაწილეობდა კარდინალების წინაშე მოწყობილ ორგიაში. და მაინც მიუხედავად ყველაფრისა, ალექსანდრე მე-6 არ ჩამოშორდა ტახტს. მისი მმართველობა დასრულდა მხოლოდ მაშინ, როცა თავად მოწამლი მსხვერპლი გახდა, სავარაუდოდ საწამლავით, რომლებიც მტრებისთვის იყო განკუთვნილი. მან თვითონ მიიღო. ვატიკანმა მას არ წაართვა წმინდა ტიტული, არც ამ ფაქტებზე მიმდინარეობდა გამოძიება და ის რჩება ისტორიაში როგორც ღვთის მსახური. ვატიკანის კედლებში უფრო მძიმე ტრაგედიებიც მიმდინარეობდა, როცა ევროპა შუა საუკუნეებში ფინანსურად ვარდნაში იყო, დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე ფარული ბიზნესი, რელიკვიებით ვაჭრობა. თავად ეკლესიის წიაღიდან მოდიოდა ხმები. აქ ინახება წმინდა გიორგის ცულის ნამატი. ამ ბარძაყის სვალი მარიამ მაგდალენელს ეკუთვნოდა. ეს კი ერთ-ერთი თითია თავად ქრისტესი. საბოლოოდ ევროპაში 19 ცალი ნამდვილი ჯვარი აღმოჩნდა, რომელზეც ქრისტე გააკრეს. 3 თავი იყო იოანე ნათლმსწევნის სახელით შემორჩენილი და 1000ობით სისხლის ლაქა, თითქოს ქრისტესგან. ეს უზარმაზარი ფული იყო ეკლესიისთვის. პილიგრიმები მოდიოდნენ, იხდიდნენ, ლოცულობდნენ და მხოლოდ ცოტა თუ კითხულობდა, თუ ამდენი ჯვარი შეიძლებოდა ჰქონოდა ერთ ადამიანს. მაგრამ კითხვა უკვე არ ისმოდა, რადგან შიში და რწმენა ერთად ქმნიდა ყველაფერს, რასაც სიმართლე ვეღარ ებრძოდა. ვატიკანის ბნელი მხარე იყო საიდუმლოება, შიში, ძალაუფლებისთვის მართული სიწმინდე, მაგრამ სად ბრთავდება რწმენა და იწყება გამოგონილი ამბები. ჩვენ დავინახეთ პაპები,
რომლებსაც სიკვდილის შემდეგ ასამართლებდნენ. ქალის ფიგურა, რომლის კაცად გადაცმული ავიდა წმინდა ტახტზე, ინდულიგენციები, ვაჭრობა, წმინდანები, რომელსაც დრო ჰქმნიდა და არა ღმერთი, ეგზორციზმები, რომლებიც სატანის ხმაზე კი არა ხალხის კონტროლზე იყო მორგებული. ვატიკანი საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა იმპერიას, არა ღვთის სახელით, არამედ საკუთარი სახელით. და ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც სიმართლე იცვლებოდა საჭიროების მიხედვით, როდესაც სიწმინდე იყიდებოდა და როდესაც რწმენა პოლიტიკით სუნთქავდა, დარჩა ერთადერთი გზა, რომელიც არ დაინგრა, გზა, რომელსაც არ დასჭირდა ძალაუფლების რიტუალები, პოლიტიკური ინტრიგები და გაყალბებული რელიქვიები. ეს გზა არის მართლმადიდებლობა, რწმენა, რომელმაც გადაიტანა წამება, დევნა, ათეისტური რეჟიმები და მაინც შეინარჩუნა წმინდა ღირებულებები, ლიტურგია, სიწმინდე და ტრადიცია. მართლმადიდებლობა არ იყიდება, ის არ სთავაზობს გასახებებს სამოთხის კართან, ფულით ან ტიტულით. ის დუმს, მაგრამ ამ დუმულში ჭეშმარიტება ისმის.